სანაუმშვიდობისა ძვირფასო მეგობრებო, აი დადგა ის დღე, ის საათი, ის წამი, როცა ჩვენ ისევ შევხვდით ერთმანეთს. და ბოლოს და ბოლოს ჩვენ ისევ გავიგებთ რამე ახალს, რამე საინტერესოს, ჩვენი ყოველკვირეული YouTube ალმანახი გრძელდება. აბა მოკალათი თქვენს YouTube მიმღებებთან, დააყენეთ ანტენები და ვიწყებთ, მაგრამ მინდა გაგახაროთ. ჩვენ გველოდება კონკურსი ყველაზე ლამაზ ლაიქსა და კომენტარზე. აბა დაალაიქეთ მაინც ერთი ლაიქი ამ ვიდეოს ქვეშ და დაელოდეთ, როდის აგირჩევთ ხელოვნური ინტელექტის სისტემა და მიიღებთ პერსონალურ მილოცვას YouTube არხის წამყვანისგან ანტონ ალექსეევისგან პირდაპირ ეთერში. აბა, ესე რომ დღეს ჩვენ ვისაუბრებთ მეხსიერებაზე. როგორ გავაუმჯობესოთ თავის ტვინის სისხლის მიმოქცევა და არ დავკარგოთ მეხსიერება, არ დაგვავიწყდეს რა ქვია, სად ცხოვრობთ და სად დავმალეთ ფული. აბა რა მოქმედებს ჩვენს მეხსიერებაზე? პირველ რიგში ეს არის თავის ტვინის სისხლის მიმოქცევა. ორი არტერიული სისტემა კვებავს ჩვენს თავის ტვინს. ეს არის ხერხემლის არტერია და საერთო საძილე არტერია, რომელიც შემდეგ იყოფა გარე და შიდა არტერიებად. საერთო საძილე არტერია, როგორც წესი, ათეროსკლეროზით ზიანდება. ამ არტერიის სანათურის შევიწროება ხდება და თავის ტვინის გარკვეული ნაწილების მდგომარეობა უარესდება. მაგრამ თავის ტვინის სისხლის მომარაგების სისტემა ისეა მოწყობილი, რომ იქ მდებარეობს ეგრეთ ოდბლე ვილისის წრე, სადაც ყველა არტერია ქმნის, ამას ანასტომოზი ეწოდება. ანასტომოზი. როგორ ახსნათ ეს? ახლავე აგიხსნით გრაფიკული ნახატის დახმარებით. აი დავუშვათ, ჩვენ გვაქვს საძილე არტერიები, რომლებიც შევიდნენ თავის ტვინში და შევიდნენ, წარმოიდგინეთ, რომ ეს არის სამგანზომილებიანი და ახლოებით ასე. საერთოდ ეს ცოტათი წინ არის, ეს კი ცოტათი უკან. და ყველაფერი ისეა მოწყობილი, რომ უბრალოდ ერთი კონკრეტული არტერია კი არ ამარაგებს თავის ტვინის რომელიმე ნაწილს სისხლით. მაგრამ ყოველი შემთხვევისთვის ასეა მოწყობილი, რომ თუ არტერიის სანათური, აი ეს არის, ერთხელ და როგორღაც შევიწროვდა, ან საერთოდ სისხლი არ წავიდა არტერიაში, ჩვენს დასახმარებლად მოდიან მეზობელი არტერიები, რომლებიც თავის ქალას ღრუში ქმნიან ეგრეთ წოდებული ანასტომოზებს. ანუ ისინი ხედავთ ერთმანეთთან არიან შეერთებული. აი ესე? როგორც კანალიზაციის მილებშია. პრაქტიკულად თქვენ თავშიც იგივე ხდება. და ამიტომ, როცა სისხლი ერთ მილში აღარ მიდის, აი აქ ხედავთ, უკვე ვეღარ წავა. ეს უკვე აქ არის შიგნით, მას შემდეგ რაც ისინი შეერთდნენ. თუ მაგალითად აი აქ სადღაც დაიხშო, მაშინ სისხლი მეორე მილში წავა. აი ესე. ზოგჯერ ეს გადაარჩენს, ზოგჯერ ვერ გადაარჩენს, ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, გაგიმართლებთ თუ არა. ესეთია ცხოვრება. მაგრამ ზოგადად სისტემა არსებობს და ის უნდა მუშაობდეს. მაგრამ იდეალში არ უნდა იყოს ასეთი რამ, რომ სადღაც რამე შევიწროვდა, სადღაც სისხლი არ მიდის, ან სადღაციდან სისხლი არ გადის. რადგან ერთი პრობლემა ისაა, რომ სისხლი არ მივიდა, ხოლო მეორე პრობლემა ისაა, რომ ის იქიდან არ გადის. ჩნდება შეშუპება. ძველი სისხლი გროვდება, ახალი ვერ მოდის. ძველი ხელს უშლის მას. შეგუბებითი მოვლენა ვენური გადინების დარღვევა. თუ ულტრაბგერით კვლევას ჩაიტარებთ თავისა და კისრის არეში, ბევრ ადამიანს ესეთი დარღვევა ექნება. მას პირველი ეს არის საძილე არტერია. მეორე არტერია ეს არის ხერხემლის არტერია. ხერხემლის არტერია, აი მისი თავისებურება იმაში მდგომარეობს, რომ ის პირდაპირ შიგნით მდებარეობს, ხედავთ მალების განივიმორჩების შიგნით. ეხლა ახლოდან გაჩვენებთ. ნახეთ, აი ის აქ მდებარეობს, აი ხერხემალი პირდაპირ მალების შიგნით არის. და ესეთი თავისებურებაა, რომ როცა თავს ვატრიალებთ, ამ არტერიის სანათური შეიძლება შევიწროვდეს. ზოგიერთს კი შეიძლება მთლიანადაც გადაეკეტოს. ესეთი კვლევებით ჩატარებულა მე მინახავს, რომ ადამიანებს თავების ტრიალს აძალებდნენ და აკვირდებოდნენ, როგორ ეცვლებათ სისხლის მიწოდება იცვლება თუ არა. და თუ თავი გადააბრუნებ და დიდხანს ესეთ მდგომარეობაში იქნები, ჯანმრთელ ადამიანსაც კი უჩნდება ცვლილება. ანუ თვითონ ხერხემლის არტერიის სანათურის პლუს კიდევ არტერიაში გამავალი სისხლის რაოდენობაც იცვლება.
მაგრამ იდეალში ასე არ უნდა იყოს. და რამდენიმე დონეა, სადაც შეიძლება შეგვიკრას ხერხემლის არტერია. პირველი, ეს არის მანამდე, სანამ შევიდოდა ამ ხერხემლის აღში, სანამ ჯერ კიდევ ამ პირველ ხროლში მოხდებოდა. მეორე, ეს უკვე თვითონ ხერხემლის არხშია, მის შიგლით. მესამე, გამოსვლის შემდეგ, აი სადაც გვაქვს ეს მოკლე კისრის გამშლელები, იქ ძალიან ხშირად ეჭირება. ყველაზე ხშირი ადგილი, სადაც ხერხემლის არტერია ასე ძლიერ იწნეხება, რომ იწვევს როგორც თავის ტკივილს, ასევე თავბრუსხვევას და მეხსიერების პრობლემებს, სწორედ ეს არის მოკლე გამშლელების სპაზმი. საკმაოდ ხშირად ეს ხდება. მეორე ადგილზე არის თავად ხერხემლის არხი, ხერხემლის არტერიის არხი და მესამე, ეს უკვე უფრო იშვიათია, ეს არის კიბისებრი კუნთი. მანამდე სანამ ხერხემლის არტერია ამ არხში შევა, ის იწნეხება. ყველას არ აქვს ესეთი ანატომიური თავისებურება. ვიღაცა შეიძლება არ გაუმართლა. კიბისებრი კუნთის შემოკლების დროსაც ხდება ისე, რომ თავის ტვინის სისხლის მიწოდება იცვლება. ხოლო საძილე არტერიასთან რა ხდება? საძილე არტერიასთან რა ხდება? ძალიან ხშირად იქ უბრალოდ ათეროსკლეროზი ვითარდება. ათეროსკლეროზზე სხვა ოდნავ განსხვავებული მეთოდებით უნდა იმოქმედოთ. ეხლა კი ვისაუბრებ ხერხემლის არტერიაზე. როგორ გავაკეთოთ ისე, რომ მან მუდმივად კარგად მიაწოდოს სისხლი ტვინს და არ იყოს სხვადასხვა დარღვევები. თუ ტვინის სისხლის მიმოქცევის მწვავე დარღვევა, ამას ინსულტი ეწოდება. თუ ქრონიკულად ვითარდება, ნელ-ნელა ჩნდება ტვინის ჰიპოქსია, სისხლის მიწოდების დარღვევა და ჩნდება სხვადასხვა უბნები. შეიძლება ითქვას, რომ ეს არის თავის ტვინის დაზიანებები. ეს ისეთი კრიტიკული დაზიანება არ არის, როგორიც მაგალითად ინსულტია. ანუ არა ასე არ მოხდება, რომ ხელი ან ფეხი მოძრაობას შეწყვეტს. მაგრამ ნელ-ნელა დაგავიწყდებათ რა ერქვა თქვენს ქმარს, რამდენი შვილი გყავთ, სად დადეთ 1000 რუბლი, გამორთეთ თუ არა უთო, არ გამორთეთ უთო. აი ეს ყველაფერი მოქმედებს. თავის ტვინის ქერქში ჩნდება ასეთი უბნები. ამას ენცეფალოპათია ეწოდება. ენცეფალოპათია სხვადასხვა ხარისხისა გამომჟავნების მიხედვით. პირველი ხარისხი ეს უბრალოდ ოდნავ თავის ტკივილია. მეორე, მესამე ხარისხი უკვე ესეთი გამოხატული დარღვევებია. შეიძლება ისე მოხდეს, რომ დაგავიწყდეთ საცხოვრობთ, პურის საკიდლად გახვედით და აღარ გახსოვთ სად უნდა დაბრუნდეთ. პური იყიდეთ, მოგიწევთ პირდაპირ ქუჩაში შეჭამოთ. აბა მეგობრებო, რა უნდა ვქნათ, როგორ მოვიქცეთ? და აქვე ჩვენს დასახმარებლად მოდის იადრინის მასაჟურ-სამშენებლო კომბინატის უახლესი გამოგონება, სადაც შექმნეს ასეთი შესანიშნავი მასაჟორი. ესეთი მასაჟური ბურთის გარდა, აი ხედავთ კიდევ გამოჩნდა ესეთი საინტერესო რაღაცები, რომლებიც შეგიძლიათ გამოიყენოთ მაგალითად კედელზე ამაგრებთ, აი ესე, ამაგაგრებთ მათ და აქ ჩვენ შეგვიძლია ძალიან ფრთხილად სად არის ის? აი ესე. ვამუშავებთ მოკლე გამშლელებს, არა მხოლოდ წოლაში, როგორც ბურთით მოგვიწევდა, არამედ დგომაშიც. ანუ აი ამ თელარეს, ნახეთ აქ კეფის ქვეშა კუნთებს ძალიან კარგად შეგვიძლია დავამუშავოთ. აი ესეთი სპეციალური მასაჟორები ხედავთ ახლა უკვე არსებობს. მაგრამ რთულია მათი შოვნა. ყველგან არ არის, შეიძლება ბურთითაც. ბურთის განსხვავება ისაა, რომ ის უფრო ფართო ზედაპირზე მოქმედებს. ამ ღრმა კუნთებამდე ვერ მიაღწევთ. აი ესეთი აპარატები გაძლევთ საშუალებას, ხედავთ, ჰოპ, პირდაპირ აქ, პირდაპირ წერტილოვნად იმოქმედოთ ამ კუნთების ჯგუფზე, მოკლე გამშლელებზე. როგორ გამოვიყენოთ ისინი? ანუ თუ დგომაში ვიყენებთ, უბრალოდ მივამაგრეთ მაგალითად და ვიპოვეთ იქ. სად არის? აი უკნიდან, აი დავაწექით მასზე. და ასე თუ ძალიან ტკივნეულია, უბრალოდ ვიჯერთ, ვიტანთ, ველოდებით. ხო, ასე. და ვიწყებთ, ესე ვიხსენებთ ჩვენი სახელის პირველ ასოს, გავიხსენეთ. ესე იგი, უკვე სისხლმა ტვინში უკეთ დაიწყო შემოდინება. შემდეგ გადავდივართ მეორე წერტილზე, ვიწყებთ მის მასაჟს.
ასე უკვე იხსენეთ ვინ ხართ, კაცი, ქალი, ყველაფერი გასაგებია. მეხსიერება ნელ-ნელა იწყებს თქვენთან დაბრუნებას. აი შემდეგ ოდნავ გვერდზე მიბრუნდით და უკვე ახალგაზრდობის წლები ამოტივტივდა მეხსიერებაში. ვიხსენებთ, როგორ სიხმაცვილეში მეგობრებთან ერთად თევზაობაზე დავდიოდით. აი ესე ვამუშავებთ. ვამუშავებთ ერთი და მეორე მხრიდან, ორივე მხრიდან. ასევე წოლაში შეგიძლიათ ეს გააკეთოთ. რა არის პრინციპი? იმაში, რომ როდესაც კუნთს მოდუნებთ, გვერდით გამავალი არტერია თავისუფლდება, ის აღარ იჭხლიტება ამ კუნთებით. ესე იგი, ეს არის პირველი ეტაპი, ეს არის კისრის მოკლე გამშლელებიდან სპაზმის მოხსნა. მაგრამ თუ ასე უბრალოდ ყველაფერს დავმასაჟებთ და ამით დავტოვებთ კისერს მშვიდად, შესაძლებელია, რომ ეს სპაზმი ისევ დაგვიბრუნდეს, როგორც მოვიდა, ისე დაბრუნდება. და ისევ თქვენ ვერტკი გაიხსენებთ, სად დადეთ თქვენი ბურთულები, ბურთები, მასაჟორები. ახლის ყიდვა მოგიწევთ. აბა რა უნდა გავაკეთოთ? როგორ დავამყაროთ შედეგი თქვენთან ერთად? მეგობრებო, ეს არის ვარჯიშების კომპლექსი მეხსიერების გასაუმჯობესებლად შამერლინსკის მეხსიერებისა და ტვინის აღდგენის ინსტიტუტიდან. პირველი ვარჯიში. იმისთვის, რომ ეს სპაზმი მოკლე გამშლელებში ჩვენთან აღარ დაბრუნდეს, საჭიროა, რომ კისრის გრძელი გამშლელი ვავარჯიშოთ. ამისთვის ზურგზე ვწევართ, თავქვეშდებთ, შეიძლება საბანი, შეიძლება ბალიში, შეიძლება ასეთი რუზლება, ასეთი რულონიც და ვიწყებთ მასზე კეფით დაჭერას. კეფით ვაწვევით, ბეჭებს ოდნავ წევთ ზემოთ. დაძაბულობას უფრო კისერში კი არა, ბეჭებს შორის იგრძნობთ, იდაყვებითაც ოდნავ ეხმარებით საკუთარ თავს. ესეთი მოძრაობები გააკეთეთ 10-დან 15 ჯერ. ეს ჩვენ ვავარჯიშებთ კისრის გამშლელის ქვედა ნაწილს, რომელიც იწყება გუმკერდის მალებიდან, ჯერ კიდევ არა კისრიდან. აი გააკეთეთ ესეთი 2-3 მისვლა 10 ჯერ. შემდეგ ეხლა უნდა გავავაჯიშოთ კისრის გამშლელის შუა ნაწილი. ამისთვის წვევით მუცელზე თავს ოდნავ ჩამოუშვებთ, ხელებს უშვებთ ქვემოთ. აქაც ვაკეთებთ 2-3 სერიას 10-დან 15-მდე ესეთ მოძრაობას. ამის შემდეგ ბრუნდებით მარცხენა გვერდზე და ვაკეთებთ 2-3 სერიას გვერდით მოძრაობებში. შემდეგ ბრუნდებით, როგორც მივხვდით, მარჯვენა გვერდზე და იგივეს ვიმეორებთ. აი ამ მოძრაობების საშუალებით ჩვენ ვაუმჯობესებთ სისხლის შემოდინებას და გადინებას კისრისა და თავის ტვინისკენ. ეს არის ვარჯიშების ეს კომპლექსი. მაგრამ ეხლა ჩვენ უნდა დაგაბრუნოთ ტვინი მუშაობის რეჟიმში. სისხლი იქ მივიდა, სისხლი იქიდან გავიდა, ახალი სუთა სისხლი ყველაფერს ამარაგებს, ტვინი პულსირებს და მზად არის მნიშვნელოვანი ინფორმაციის მისაღებად. ეხლა უნდა დავიწყოთ მისი ვარჯიში. და ერთ-ერთი საუკეთესო ვარჯიში, რომელიც ყოველდღიურად შეიძლება გააკეთოთ, განსაკუთრებით მათთვის, ვისაც მეხსიერებასთან პრობლემები აქვს, ვინც ივიწყებს ყველაფერი ზედიზედ, რაც გააკეთე, რაც არ გააკეთე. აი ესეთი რამეა. დაწეკით საწოლში, აპირებთ დაძინებას. და დაიწყეთ მთელი დღის გახსენება, როგორ გაიღვიძეთ, რა გააკეთეთ, როგორ წახვედით, კბილები გაიხეხეთ, როგორ მიირთვით, მერე სად წახვედით და ასე სცადეთ მთელი თქვენი დღე. დეტალურად გაიხსენოთ იმ მომენტამდე, სანამ დაძინებას გადაწყვეტით. როგორც წესი ყველაფერი სადილის დროისკენ თავდება, უკვე დაიძინებთ, ანუ ეს დამატებითი საშუალებაცაა დაძინებისთვის მათთვის, ვისაც ამასთან პრობლემები აქვს. მაგრამ თუ შეძლებთ, რომ მაინც 4 საათამდე საღამოს გაიხსენოთ რა ხდებოდა სად, ეს უკვე პლუსი იქნება. ანუ ეს ერთ-ერთი საუკეთესო ვარჯიშია ტვინის მუშაობის აღსადგენად. რატომ არის ის კარგი? იმიტომ რომ თქვენ ავარჯიშებთ თქვენს მეხსიერებას
სწორედ წარსული მოვლენების გახსენებაზე. ანუ ეს განსხვავდება იმგან, როცა მაგალითად თქვენ სწავლობთ გამრავლების ტაბულას, დიახ, იმეორებთ ანბანს, მაგალითად ციფრებით თავიდან გადაიმეორეთ, რათა განაახლოთ ცოდნა 1-დან 10-მდე, 10-დან 20-მდე, ან უფრო რთული რაღაცები, უკვე გაიმეორეთ გარკვეული მომენტები. აქ თქვენ ავარჯიშებთ თქვენს მეხსიერებას, სწორედ იმ მოვლენებზე, რაც თქვენთან უკვე მოხდა, ასე ვთქვათ. ამიტომ twin-ი უკვე უკეთესად იმუშავებს ზოგადი ინფორმაციის დამახსოვრების კუთხით. მოგლეთ, სცადეთ და მე თავად ნახავთ, რომ ეს საკმაოდ კარგი ვარჯიშია. ეს საიდან ვიცი, ეხლავე გეტყვით. როგორც კი გაიგებთ, ეს საიდან ვიცი, მაშინვე დაიწყებთ გაკეთებას. როცა სკოლაში ვსწავლობდი, ფიზიკის მასწავლებელი გვყავდა, გვარად გორბენკო, მაგრამ სახელი არ მახსოვს, რადგან ეს ვარჯიში მე არ გამიკეთებია. თუ გამეკეთებინა, დამახსოვრდებოდა, მხოლოდ გვარი დამახსოვრდა. და საერთოდ მას ძალიან კარგი მეხსიერება ჰქონდა. ის გინესის რეკორდების წიგნში იყო, იმიტომ რომ მას შეეძლო დაემახსოვრებინა რამდენი 10,000, 2,000, 3,000 პის რიცხვის წერტილის შემდეგი სიმბოლო. აი წარმოიდგინეთ, პის რიცხვი თქვენ საერთოდ არ იცით რა არის ეს. ხოლო მან კიდევ დაიმახსოვრა ის ნიშნები, რომლებიც წერტილის შემდეგ მოდის. აი ეს. და ის ამბობს, თუ გინდათ, რომ თქვენც ისე შეძლოთ როგორც მე, ეს ვარჯიში დღეში ერთხელ გააკეთეთ და იგივე შედეგი გექნებათ. აბა მეგობრებო. ქალბატონებს გოცნით თქვენი ლაიქებისთვის, მამაკაცებს ხელს ვართმევ კომენტარებისთვის, მომავალ შეხვედრამდე ძვირფასო მეგობრებო. აბა მეგობრებო, სცადეთ ეს ვარჯიში. კომენტარებში დაწერეთ, როგორ მოგეწონათ, დაგეხმარათ თუ არა, დაწერეთ რა ვარჯიშებს იყენებთ მეხსიერების აღსადგენად. მე ვფიქრობ, ისინი ძალიან ეფექტური არ არის, რადგან ბევრი თქვენგანი გამოტოვებთ ვიდეოს დაწყების დღეს, ასევე არხზე გამოწერა, ზარის დაჭერა, ლაიქის და კომენტარის აწერა. მაშასე ვქოცმით თქვენს ლაიქებს, პატივცემულო ქალბატონებო, და ვართმევ ხელს თქვენს კომენტარებს, პატივცემულო ბატონებო. მომდევნო შეხვედრამდე ეთერში ახალ გადაცემებამდე. წერთ ლაიქებს, სვამთ კომენტარებს. არ ვივიწყებთ, ვაკეთებთ ვარჯიშს. Cheers.